აი, სახლიც დავალაგე. ნეტა, ეს ფრაზა მათქმევინა, ოდესმე და სიმართლე იყოს. აი, ესი დამლაგებელი ხარ, დაქტოვეს მარტო შესაძოდაო. გამოჩება ირაკლი. მოდი. როგორ ხარ? არა მიშავ, შენ როგორ ხარ ლაშა? კარგად. ლაშა, ეხლა რა ხდება? ხო იცი დღეს საღამოს რაც ხდება? რა ხდება? რა? არ იცი ლაშა? ამოდი საღამოს ჩაუჯდეთ. ლაშა, დღეს ფეხბურთია, ლაშა. ჰა. El Grand Clásico. ჰა? მოდი და უყუროთ ერთად. ირაკლი, მე Grand Clásico არ ვიცი. ხო. დღეს ჩემი სამსახურში პირველი გასვლის დღე არის აჰა. და მე Grand Vasiko მელოდება. ეს ის ფეხბურთებების ექიმებები? აჰა, ხო. კარგია. ირაკლი, ახლა რა მინდა და მეკითხა შენთვის. შენ ახლა სანამ დაიკლები რა. რამდენი კილო იყავი? წონით? უაბა? 125. რამე თამაშია ლაშა მოგიგე? არა, ირაკლი, რატო გეკითხები ახლა რა? ეხლა დღეს უცებ გავარბი ვარ სამსახურში და ვერ მოვასწარი ყიდვა სპორტულების. ხო და ხო არა გაქვს შენ რამე რომ მათხოვ? ვაიმე, უნდა მქონდეს. თეთრი სპორტულები წავა? იყოს რა მნიშვნელობა? იმდროინდელი, ხო? სუკადრები ყავი. კი, მაქვს სპორტულები. თეთრი თუ წავა წამოდი. კი, ვიქამარ. ლაშა. ხო. რა მაინტერესებს იცი? ვერ ნახე სალაპარაკოთ და ეს შენ და ქეთევანი რო დაგაჯარიმეს, რა მოხდა, როგორ დაგაჯარიმეს? მომიყევი გეხოწე. რა მოხდა ირაკლი და მე ხო მართვის მოწმობა ჩამომართვის. ხო და მე ვიჯექი საჭესთან, გაგვაჩერა პატრულმა. ხო და ნუ დიდი ჯარიმაა რა მოკლედ. და ქეთევან მოუწევ გადავცვალოთ ადგილებიო. და რო ვცვლიდით ადგილებს, ხო ამ დროს რაღაცნაირად ბიჭო ავიხლართეთ და პატრულიც მოვიდა და ეგონა რომ რა. აჰა, გასაგებია, დაგაჯარიმეს. გამაკვირვებს ეს პატრული რა, ლაშა რა. მანქანის მართვის მოწმობა არ ქონდა, მაგრამ ქეთევანის მართვის მოწმობა ხო გაქვს? მიდი კაცო, მიდი. ლაშა. არეულობა მაქვს რა, მარიკა წავიდა. მოკლედ, აი და ართა ტვინში მაქვს არეულობა. აქეთ მაცივარი, იქით სარეცხი მანქანა, იქ აივანზე კიდე მოკლედ ყველაფერი არის ასე ახლართული და მეშინი არ დამაჯარიმოთ. კაცო, მიდი და კაცო, არ მინდა ეს მეურვების მოშლა და მეჩქარება სამსახურში. წავა თეთრ სპორტულები? კი, მეთქი წავა, მიდი. ლაშა. რა გინდა? ლაშა, კიდე კაი იმ ახლართულობის დროს ქეთევანიც იქ იყო, თორე რა ამბავს აგიტეხავდა. მეჩქარება მეთქი სამსახურში. აიმე ერთიც გეხვეწა. გადი რა, შედი რა, შედი. აიმე სასაცილო. შედი მეთქი რო ექსტრონტად. გაჩერდი რა, შედი. ალო. დიახ ბატონო მასიკო. კი, დიახ მოვდივარ კი. კი, გამოვდივარ. ქუგალეკ ჯიმა, ქუგალეკ. ხო ბატონი, ქუგალეკ ჯიმა. კარგი. ლაშა, მეგრულას რატო ლაპარაკობ? ასია საჭირო ახლა ირაკლი. აჰა, თოდი. სპორტულები და კარგი. ეს არის თეთრი? რა ვიცი ლაშა, ვერაფერი ვერ გავუგიამ სარეცხ მანქანას და გავრეცხე და ასე. ლაშა. გეხვეწები, როარ მოთქვევინე იქ. კარგი კაცო, დამალეკეთ. ლაშა, ძალიან მაგარი. შენ გიყვარდა, არა, გიყვარდა შენ ჩემი ჯანსაღი იუმორი. კარგი რა ლაშა რა. ალო, ლაშა მე ვარ. ლაშა, იცი რა არის? ექსპორტულები რო გაგატანე ახლა ახლართულია და სადმე არ დაგაჯარიმონ. კარგი ხო? კარგი. ეხლა მოემზადოთ ფეხბურთისთვის. ესე იგი. ალო. სანდრინიო მე ვარ. სანდრო, მოკლედ დღეს El Clásico-ა, ხო? El Clásico, დიახ. ხო და გეხვეწები სანდრო რა ლუთთან მისაყოლებელი წამოიღერამე. ლუთთან გაითიშა. ჩაირთე? ხო, მისაყოლებელი. თავში რა გითხარი? El Clásico და ლუთთან მისაყოლებელი წამოიღე. კარგი სანდრინიო. ეხლა გვინდა ლუდი, გვინდა ვინ ჩვენ? გოგის გოგო, გოგის გოგოს გოგი. აი ეს გვინდა. გოგი? ხო, გოგი, მოკლედ დღეს El Clásico-ა, ხო? ხო და საღამოს ჩემთან ჩაუჯდეთ. ლუდთან მისაყოლებელი მაქვს. შენ ლუდი წამოიღე. ხო, ლუდი რა ვერ გაიგე? კლასიკო ვთქვი ბოლოში. კლასიკო, ხო, კარგი.
გამაგიჟებენ, იმან ელ ვერ გაიგო, ამან კლასიკო ვერ გაიგო. მოკლედ დღეს დიდი თამაშია. ოხ, რას უზავს დღეს ბარსა რეალს? ვიძენ მანქანაში რანაირად აიხლარდნენ თეო, რა ვერ მოითმინეს. რა ვიცი, მე 50 ლარით კი დააჯარიმეს და მთელი ბაღი და აღმზრდელები მაგაც ელაპარაკობენ. იმას კიდე თამარი ეგონა. იმ გამომძიებას ბარიდა რო გაიქცა, ხო? ხო, ნიკა. თამარი ურეკავდა და ის არ პასუხობდა. მერე რო უპასუხა, თამარმა უთხრა რა გჭირსო. იმან უთხრა რაზეც იყო გაბრაზებული და თამარი ამაზე საერთოდ გადაირია შენեք ჩემზე როგორი ფიქრეო და გაუთიშა. ეხლა ის ურეკავს და ეს აღარ პასუხობს და არიან ესე ბედნიერად. ვაუ, თამარ ყოჩახ, რა მაგარი ბარია, რა დიზაინი, რა გემოვნება, როგორი თვალი გაქვს დაო. Cool, აი ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემი დის ბარში ვარ. ძალიან მაგარია. ხევანი, ნუ მაინც თბილისია. ვაიმე, I'm so sorry, მაბადი. უკაცრავად. ეს ის ქალბატონია, რომ მეუბნებოდი? არა, მეორე. ნატა, ხო თამარ. გაიცანი ეს ჩემი და ქეთევანია. ქეთევანი ძალიან სასიამოვნოა. ძალიან. ხო. თამარი იმდენს ყვებოდა თქვენზე, იმდენი კარგი რამე მსმენია. რა მაგრა გამოიყურეთ. მადლობა. როგორი ქურთუკია. მაინც გეტყობათ ნიუ-იორკ სტაილი. Lucky Brandy. ხო. 535 Broadway. მეხუთე ავენიუზეც არის 170 თუ არ ვცდები. 172. ხო, მეხუთე ავენიუს და 22 ქუჩის კვეთაზე. აჰა, ესე. ხო, ნუ მოკლედ. თამარ, შენც არაჩვეუბრად გამოიყურები. მშვენიერი ქვედაბოლო გაცვია. სად პეკინის და ბულაჩაურის კვეთას. კარგი ხარ, რაზე ბრაზდები, რა განერვიულებს თამრი. ვაიმე, ძალიან მომეწონეთ თქვენ ნატა, ძალიან კაი გოგოა, თამრი, არც ველოდი, იცი? აი ამ ბარს მხოლოდ თქვენაირი გოგო თუ მოუხდებოდ. აი, როგორი დიზაინია, cool, აი გადარეული ვარ, გაგიჟა ფანტაზია. რა გემოვნება, აი, იცი როგორი ბარი, აი, სიტყვები არ მყოფნის, აი, cozy. აბა მოგვიტანე რაღაცას მიყვებოდი. უკაცრავად. დაქტორ, ძალიან სასიამოვნოა. ჩემთვისაც დროებით, ხო. რას გიყვებოდი თამრი და ესე იგი მოკლედ გუზანას წავყევით ხო ესე იუზას სასაფლაოზე რომ ავედით ძალიან მომეწონა. აი ესე აი ზემოდან გადმოხურებს ცელ სამტრედიას და აი ძალიან მომეწონა ხო რა კარგი ადგილი. ეკიდა რომ დაუბრუნდით ლაშიკომ და გუზანამ მერე დალიეს იმდენი ილაპარაკეს მერე გუზანას ძალიან მოენატრა იუზა და მთელი ღამე ლაშიკოს ალაპარაკებდა იუზას ხმით. ხო, თან რა არის ახლა იცი დაო? ლაშიკო ხომ გუზანას ხმით ლაპარაკობს. ამ დროს ხო ესე იუზას ხმით ლაპარაკობს შემეშალა და გუზანას ამ დროს აუტყდება ტირილი. ლაშასაც ხომ მეტი არ უნდა მიუჯდა და აატირა. რანაირად და ხო გამოგიგზავნე ვიდეო. ჩემი მეზობელი დებორას ქმარი სტივი სალამურზე რომ უკრავს რა ძაღს აყმუებს. აი ხო სალამური საიდან აქვს? თამრი შენ სულ დაგავიწყდა მე ხომ ამერიკაში ქართული სიმღერის ანსამბლს გავყევი არა ხო გახსოვს ხო და იქ რომ ჩავედი სალამური რაღაც მინდოდა ავდექი და ეს სალამური სტივს ვაჩუკე ისე გავხარდებოდა გაგიჟდა კიო და ალბათო თამარ ეს ყვავილები თქვენ ამერალამასია მადლობა თამრი აი მე დაო ვინ არის? არ ვიცი. აი მე არ დამიმალო ვინ არის თამარი? კეთილ მართლა არ ვიცი, საიდან უნდა ვიცოდე, ვერ ვხვდები. აი მანაირად ვერ ხვდება ეხლა, გადამრევენ ეს. ეს ვინ დადო აქ? რა უბედურება? რა უნდა ამას აქ?
ირაკლი. ხო. მითხარი რა ეს. ნამცხვარი ლუც ხო არ უხდება. არა, სანდრო, რა ნამცხვარი რა? რა, მეც მაგას ვეუბნებოდი 1 საათი იმ გამყიდვას ვერ გავაგებინე ვერა. კარგი, სანდრო, რა მოხდა? ეხლა შეიძლება არც ნამცხვარი უყარს, იმ გაყიდვას არც ლუდი არ უყარს და აიღო ასე და გამოგატანა. შენ უთხარი ეთყობა საჭველი მინდაო და გამოგატანა ეს საჭველი და რა ვიცი ეხლა რა, ცეკვავდი რა? მოიცე სანდრო რა, მოიცე ჩეიჭინიმე რა. რა ცეკვავდი? მიდი კარი გააღიმე ამას გავიტანა ივანზე. მიდი, გოგი იქნება, მიდი. ეს არა, გოგის როგორ მთავრდება მითხარი? გოგი. აი ეს მოდი. ხო, არ დაწყებულა? როგორც ხილა აქ რა. გოგი მოსულა, გოგი. როგორ ხარ გოგი? აბა, რაო? ლუდი მოვიტანეთო? ხო, ირაკლი ბიძია, ლუდი მოვიტანე, ოღონდ ერთი ცალი აკლია რა. რატო? ძალიან სართული შემეშალა და ვინც გამიღო ძალიან ნაბახუსებზე იყო. ერთი ბოთლი ვარ მეჩუქებინა, არ გამოდიოდა რა. ნაბახუსებიდან. გასაგებია. კარგი, ნუ არა, გვეყოფა. ძალიან დაგცხება, გაიხადე. არა, არ მცხელა იყო, სამცხელა. არა, დაგცხება, ეხლა მე არ ვიცი ჩემს სახში სხელა თუ არა, დაგცხება და ისა შიგნით არაფერი არ მაცვია და გოგის სკოლა მაინც არ არიკარგება რა ეს ხაზი არიკარგება უიმე სანდრინიო გოგი ხო გახსოვს კი როგორ არ მახსოვს აი ამ ხელა მახსოვს ამ ხელა გახსოვს აი ამ ხელაც არა მოდი გოგი შენ ხო გახსოვს სანდრინიო კი როგორ არა ლუკა როგორ არის ლუკა ჩემ შულზე მეკითხები ხო ლუკა არ ქვია ხო და რატო გაიკვირვე ვაიმე გოგი ამას ახლა აქ მოკლე ჩართვა ხო და ნუ მიაქცევ ყურადღებას გეხვეწები აი დაიწყება ახლა მალე დაიწყება სანდრინიო შენი პროგნოზი გვაინტერესებს ჩემი პროგნოზი გაინტერესებს დღეს რეალი იგებს ირა ხო აი აგიხსნი ახლა 2 წუთში რატო რა გვარდიოლა ხო გაუჩვეს ხო გვარდიოლა რო წავიდა იმის მერე არანაირი ესეთი ძირეული ცვლილება არ ყოფილა ტაქტიკაში გესმის თვითონ გუნდის მობილური ნახევარდაცვა ისეთი აღარ არის დაუბრუნდა ინიესტა ჩავის გესმის თან ანჩელოტი მიგიდ რა გუნდი დააყენა ხო ნახია რა ხო ხტები ცოტა კრეატივიც სჭირდება ამ ყველაფერს რა შენ შემოგევლე ერთი წუთი მომისმინე უყუროთ ახლა და ნახე რას უზავს ჩემი ბარსელონა რეალს აუწიეთ კაცო რანაირად აუწევთ პულტი არ არის აბაზანაში მაქვს პულტი მოვიტან ახლა გარე ცეთ ირაკლი ვიცი აი ცეთ ჩენჭი ვაუ გამარჯობა ცისალა მამიდა როგორ ძანდებით მე მოგიხმარებით აქეთ მოვძანდით ცისალა ბიჭო გამარჯობა შვილი მარიკამ დამირეკა დიახ ირაკლი მარტოა ხო და იქნებ ყურადღება მიაქციო და გამოვარდე მოგეხმარებით ცისალა დედა შენ როგორ ხარ შვილო მე კარგად ვარ გამიგე საადვოკატო ბიურო გახსნაო მართალია ხო გავიგე მე ეგრე ამბობენ გახსნაო აი შვილო მე წავალ თქვენ უყურეთ ყურადღებას მომაქცევ ეგრე რა მე მეგონა მოჩვენებები დამეწყო გავაგიჟდო რაღაც გადავიღალე რაღაცა ნერვიულობ და მე მეგონა მოჩვენებები აგერ არის პულტი აჰა აბა რა ხდება მითხარით ჰა გამარჯობა ირაკლი როგორ ხარ დედა ცისანა შალონა რა მოულოდნელად გამახარეთ რა უბედურება მარიკამ დამირეკა მარტოა და იქნებ ყურადღება მიაქციო მარიკამ დაგირეკა ცირა ეს მაისურიც გასარეცხია შემომიტანე მე გავრეცხავ მარიკამ გამოაგზავნა ეს ამერიკა მოკლედ რა ჰუმანიტარული დახმარება რო არ გამოაგზავნოს არ შეუძლია რა არ დამალაპარაკებ თამარ
გასაყვარელი ხარ გაბრაზებულ სმაილში. იცი რა გამახსენდა? მე-7 კლასში. ჩვენი პარალელური კლასელი თქვენთან რომ ეცადინეობდა ხოლმე. შუბითიძე. მე რომ მეგონა რომ შენ უყვარდი და რო ცემე. მე რომ შენ რომ მეჩხუბე და 2 თვე რო არ მელაპარაკებოდი. და ბოლოს რო აღმოჩნდა რომ ქეთევანი უყვარდა, გახსოვს? კაი თამარ გამიგე მეც რა. მე მეგონა რომ შენ იყავი. თან მითხრეს რომ მითხრეს რაზეც დააჯარიმესო, რო წარმოვიდგინე. აი რა წარმოიდგინე? აი ეგ როგორ წარმოიდგინე? რა იყო? დიმაუშკა რო შემოაგდეს მე-7 კლასში. და ხელში რო აგიყვანე და ისე რო გამოგიყვანე, გახსოვს? და ბაბთან რომ მომძრა და გამოსატანად რო შებრუნდი, გახსოვს? ხო. ეგრე არ ჯობია. ისე ადრე რამდენიმე თვე გჭირდებოდა სანამ გაბრაზება გადაგივლიდა და ეხლა რითი დავიმსახურე? რითი დაიმსახურე და აი ამ ყვავილებით. რა ყვავილებით? შენ რო გამომიგზავნე. აი? მე არაფერი არ გამომიგზავნია. აბა ვინ გამომიგზავნე? აზე ხარ? აი ეხა დედას გაფიცებთ ეს ჯარიმა იყო? არა. აი ეს ჯარიმა იყო თქვი რა გოგი რა. თან ნახე რა ადგილას არის ჯარიმა რა. ვა. ეს ძალიან გემრიელია. გოლ! უცებ ვიფიქრე რეალმა თავის კარში ხوار გაიტანა თქო ეს ჯარიმა. უცებ რის გაკეთებას მოვასწარი წამოგიღე ირაკლი. ჯერ ეს შეჭამე. საერთოდ არაფერს არ ჭამ. ისეთი გამხდარი ხარ, ქარი წაგიღებს. პასი შენ კიდე რა, პასი რა. უნდა მოგასუქო ირაკლი. მთელი ქალაქი მეკითხება, ის ძველი ირაკლი სად არისო? განიკეთებ კაი საჭმელებს და მერე წავა. ია. ეს ლუდიდან ამწყარი არ უხტიგო ერთმა. მოიცა სანდრო შენ შემოგევლე რა. ეს პედრო ტყილა დარბის გამაგებინეთ ხალხო, ტყილა გაიხსნა მიეციბას მიეთ გოლ! აჰა! გოლ! შენ გაიხარე. ნახეთ რა მაგარი ბურთი გაიტანა. ცუდი გოლი იყო ეხლა ეს. ძალიან მაგარი გოლი იყო. აი, ესე ჩემი გაკეთებული. თამაშგარეო. რა თამაშგარე? კარგი. ირაკლი. ერთმა ჩემმა ნათესავმა მთხოვა. აი ძალიან ახლობელი რომ არ იყოს, არაფერს გეტყოდი. მოკლედ ბავშვმა დაამთავრა სამედიცინო და იქნებ შენთან მიიღო სამსახურში. თუნდაც მდივნად. გოლ! კიდე გოლი გაუშვეს რა. ირაკლი. იცი რას დავაკვირდი? რას? ცისანა აქ რომ მოდის, ბარსელონა უშვებს გოლს. თუმცა როგორო რომ მოდის გოლს უშვებსო? ხო და მაგას არ ვამბობ სანდრო, საერთოდ არ უნდა მოვიდეს აქ შალოვნა. ირაკლი. უხერხული არ არის ახლა პირიქით მოვიდეს დაждდე ჩვენთან ერთად. სანამ თამაში დამთავრდება რა. ეს ჩემი ნერვების დასაგლეჯად არის აქ მოსული. შენ ჩემ ხარეს ხარ თუ რეალის გამაგებინე. ირაკლი. ეხლა ამან ჩართო მართალია. მოვიყვანოთ ადამიანი დავსვათ. ცოტა დავალევინოთ, დათვრები და დაეძინება მერე. ამან კი არა შენ ჩართე სანდრო. შალონა, ციდან შალონა, მობრძანდით თქვენი სადგეგძელო უნდა შევსვა. მობრძანდით, ლუის ენრიკე, რაზე მივდივარ შენ გულისთვის. ერთი არ შემოგიტრიალებია ეს თამაში. ესე ჩამდგათა. დავზანდით ქალბატონო დეიდაცი სანამ მიირთვით.
კარგი, მეც დავლებ თქვენთან ერთად. თან რამდენი ხანია ლუდი არ დამილევია. მაშინ მე მინდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და როგორც ყოველთვის საჭირო სარგეგრძელო შემოგთავაზოთ, ალავერს თქვენ არ ვარ. მოკლედ, ერთ უძაღლო ქვეყანაში ზაზუნებს აყეფებდნენ. მაგრა დაცხარა, აი ძალიან დაცხარა. გოგი. ეგრა. ეს რა არია? ეს რა არის ირაკლებიძია ეს? რა. კალკულაციისანო როდალია სათგზელო არ დაგილევიათ. აი სანდრომ დალია, შენ კი არ დაგილევია ირა. რას მაშინებ მე? რას მაშინებ? როდალია მითხარი და დავლე. აჰა, მითხარი. ჩემი სპორტული სიძის სადგეგრძელო. გენაცვალე შენ წავლოვნა, მე გამიმარჯოს. აჰა. გოლ, კიდე ერთი გოლი კალატონცისანა, 4-1. აბა რა, გოგი. სად არის ბარსელონას მოსაგები თამაში? მოვედი ირაკლებიძია. მოდი. დადეხით ბატონო გოგი. დადეხით. კავდოდონა. ერთი წუთი. ბატონო გოგი. შეიხსენით ხალათი. ეს. აი ასე ივლისის სამსახურში 2 თვე. პრიმერა დივიზიონის მეორე წრე სანამ არ დაიწყება. გასაგებია? გასაგებია. შეიძლება წავიდე ხა. მიბძანდით მესი.